მოგესალმებით მაღაზია Battleground-დან. დღეს ჩვენ ვიმყოფებით Battleground-ის სასროლეთში, რომელიც დღე-დღეზე, ასე ვთქვათ, ოფიციალურად გაიხსნება და ჩვენ მოგვეცა საშუალება გადავიღოთ ერთ-ერთი ახალი ბრენდი ჩვენს ბაზარზე. ეს არის Rock River Arms-ის AR-15-ები და კონკრეტულად ორი მოდელი არის დღეს შემოსული მაღაზია Battleground-ში და მათზე ვისაუბრებთ შედარებით დეტალურად. ეს არის პირველი Coyote კარაბინი და მეორე ეს არის მოდელი Prage, რომელიც წარმოადგენს ორივე ბიუჯეტურ ხაზს. ორი სიტყვა უნდა ითქვას თვითონ Rock River Arms-ს, ეს კომპანია ამერიკაში ცნობილია როგორც თავიანთი AR-15-ების საკმაოდ კარგი ხარისხით და განსაკუთრებით კი ლულებით, მათ საიტზე როცა გადახედავთ და გადაათვალიერებთ, შეხვდებით უამრავი სახეობის AR-15-ებს და ყველას, ასე ვთქვათ, მოცემულობა აქვს სავაზნეებს როგორც 223 Wild-ი, ასევე 556 NATO და ასე შემდეგ. ნახავთ M16 A2-ის კლონებს Match Siskis უჟანგავი ფოლადის ლულებით და დღეს Battleground-ში წარმოდგენილია როგორც გითხარით ორი მოდელი. ეს არის ბიუჯეტური Prage, თუ რას წარმოადგენს ის ორი სიტყვით გეტყვით ამას და შემდეგი ეს არის Coyote კარაბინი, რომლის გამოცდის საშუალებაც მოგვეცა უფრო ინტენსიურად, რადგან სიზუსტეს და ჯგუფებზე ვისროლეთ ის. გაგაცნობთ თუ რა შესაძლებლობები აქვს ამ იარაღს და რითი არის განსაკუთრებულად დაკომპლექტებული ამ ფირმის ეს ორი მოდელი. როგორც ჩვენ სხვა ვიდეოებში გვჩვევია, დავიწყებთ თავიდან გარეგნული მაკომპლექტებლებით და შემდეგ უკვე ვნახავთ თუ რა ხდება ამ იარაღში შიგნიდან. Prage მოდელი, რომელიც დღეს 4300 ლარად იყიდება Battleground-ში, დაკომპლექტებული არის სტანდარტული, ასე ვთქვათ, მისი ლოვერი, სტანდარტული სახელურითა და სტანდარტული კონდახით, თუმცა რაღაც დეტალებზე ჩვენ გავაკეთებთ, ასე ვთქვათ, განსაკუთრებულ აქცენტებს, რაც შეიძლება მყიდველისთვის იყოს გადამწყვეტი არჩევანის გაკეთების დროს. პირველი შეხედულება რაც არის, იარაღი საკმაოდ ხარისხენად არის შესრულებული და ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ფიქსაციის წერტილებს თუ დავაკვირდებით, იგივე upper lower-ის ლუფტსაც თუ ვნახავთ, ძალიან კარგად ზის და დაფარვაც არის ძალიან კარგი ხარისხით შესრულებული. უკანა პირველი, ესე ვთქვათ, ძალიან პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი თემა რაც არის, ეგრეთ წოდებული Castle Nut-ი, ანუ დამჭერი ბუფერისა ლოვერთან, დამაგრებული და დაბეჭდილი არის ორ წერტილზე, ეს დაბეჭდვა განსხვავებული მეთოდით არის გაკეთებული და უბრალოდ, ასე ვთქვათ, მცირედი ვიზუალურად ლამაზი გადასვლა არის. რაც შეეხება ლოვერს, ლოვერი არის სტანდარტული AR-ის ლოვერი, სასხლეტიც ამ შემთხვევაში ამ მოდელს მოყვება mil-spec სასხლეტი, სასხლეტის დამცავი აქვს სტანდარტული და აფერი, როგორც ხედავთ, აქ გვაკლია ერთი დეტალი, რომელიც იგივე Coyote კარაბინზე გვაქვს, ეს არის ეგრეთ წოდებული forward assist-ი. ვინც M16-ის შექმნის ისტორიას იცნობთ, forward assist-ის, ანუ დამატებით ჰილზაზე, საკეთზე მიმწოლი მექანიზმის დამატება ამ სისტემაზე მოხდა, ასე ვთქვათ, საარმიო მოთხოვნით, თვითონ Eugene Stoner-ი ამის აუცილებლობას არ ითვალისწინებდა, რადგანაც ნებისმიერი ის გაჭედვის პრობლემა, რომელიც შეიძლება ამ იარაღზე შეხვდეთ, შეგვიძლია forward assist-ის გარდა გარეშეც მოვაგვაროთ გადასატანის სახელურის ინერციის მიშვებით. ხოლო თუ ეს ინერცია საკეთის ბოლომდე მიწევას არ შველის, ესე იგი უფრო სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე და შესაბამისად ეს დეტალი თითქოს რაღაცნაირად გახდა ზედმეტი დამატება. ამიტომაც იგივე საჰაერო ძალებისთვის შექმნილი თავდაპირველი M16 AR-ებზე ეს forward assist-ი საერთოდ არ შეგხვდებათ. არ შეგხვდებათ ასევე სხვადასხვა მოდელებზე და არის ფირმები, რომლებმაც ასე ვთქვათ, შეინარჩუნეს ეს მიდგომა, რომ forward assist-ის გარეშე იარაღი რა თქმა უნდა გამოდის უფრო მსუბუქი, რადგანაც მას მთელი რიგი დეტალი აკლია. გარდა ამისა, აფერის ვიზუალი არის განსხვავებული და ზოგისთვის შეიძლება ეს უფრო მიმზიდველი იყოს. შემდეგი თემა რაც არის, ეს არის როგორც ხედავთ გრძელი ჰენდგარდი, ამ შემთხვევაში გვაქვს 16 ინჩიანი ლულა, რომელზეც გრძელი ჰენდგარდი არის დაყენებული. ჰენდგარდის გადაბმის წერტილებს, როცა ვნახავთ, პირველი რაც ასე ვთქვათ, შთაბეჭდილებას შეგვიქმნის არის ის, რომ ეს ჰენდგარდი დამაგრებული არის ძალიან მყარად. მას აქვს ზედა წერტილები, გადახრის საწინააღმდეგო პინები, რომელიც გვერდებზეა და ქვედა მხარეს დამატებითი, ასე ვთქვათ, ხრახნები, რომელიც ამ ჰენდგარდს იჭერს ძალიან მყარად. რაც შეეხება ახლა ლულას, მე როგორც გითხარით, ეს ფირმა ცნობილი არის თავისი ლულების ხარისხით. ამ შემთხვევაში პროფილი გვაქვს ლულის საშუალო სისქის, რაც ძალიან კარგი დამატება იმ კუთხით, რომ ბიუჯეტური იარაღებზე სქელი, ანუ საშუალო სისქის ლულები გვაძლევს უფრო მეტად, ასე ვთქვათ, სიმხურვალეზე დგრადობას და გვაძლევს გარდა ამისა უკეთეს სიზუსტეს, თუ გავითვალისწინებთ მისი დამზადების და დამუშავების ხარისხს.
თვითონ ლულას რაც შეეხება, ანუ მე ვახსენე რომ Rockriver Arms-ი უშვებს სხვადასხვა სავაზნეზე თავის AR-15-ებს, როგორც 223 ვაილზე, ასევე 556-ზე. ჩვენ შემთხვევაში ეს ორივე მოდელი არის 556-ის სავაზნით და ლულის ხრახნის ბრუნი, ანუ ეგრეთ წოდებულ twist-ს, რასაც ვეძახით, არის 1.9-ზე. ან ფაქტიურად ეს ორივე იარაღი განკუთვნილი არის სამოქალაქო მსროლელისთვის, რომელიც 55 გრეინიან ვაზნებს, ასე ვთქვათ, ყველაზე იაფიან სავარჯიშო ვაზნებს მოიხმარს თავისი სროლისთვის. როცა ჩავხედავთ თვითონ ლულის ფიქსაციას ჰენდგარდში, ვნახავთ, რომ ძალიან მყარაძის ლულა და რაც მთავარია, აი ხშირად არის ხოლმე ბიუჯეტურ მოდელებზე, რომ ეს გაზბლოკები, რომელიც თავისუფლად აკიდებულ ჰენდგარდზე ძალიან ცოტა ადგილი არის მათ შორის დაშორება და შეიძლება გასროლის დროს ლულის ვიბრაციის დროს ის თვითონ ჰენდგარდს ეხებოდეს. ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი სივრცეა და როგორც გითხარით, თვითონ ეს ლულის ფიქსაცია ძალიან კარგად არის გაკეთებული. შიგნით როცა ჩავიხედავთ იარაღში, ლოვერ დაკომპლექტებული არის სტანდარტული კარაბინის სიმძიმის ბუფერით. ვაზნის შესასვლელი იდეალურად არის დამზადებული ყველა კარაბინზე, რაც ვნახეთ, მართლა ერთ-ერთი ალბათ საუკეთესო გადასვლა არის გაკეთებული და საკეტ ჯგუფს რაც შეეხება, ის არის სტანდარტული საკეტი, სტანდარტული მილსპეკ საკეტი, დაბეჭდვა არის კარგად გაკეთებული და შესასვლელი მას, ასე ვთქვათ, საკეტი სადაც ჯდება, აქვს ქრომირებული. რაც შეეხება ექსტრაქტორს აქვს ბრტყელი ზამბარა და პლასმასის შემავსებელი, თუმცა არ აქვს რეზინის წამოსაცმი და რა ვისაც ვთქვათ მომავალში გადარდებთ ეს საკითხი, შეგიძლიათ უბრალოდ ცალკე გამოიწეროთ და დაუყენოთ, ვიმეორებ ეს რეზინის შემავსებელი, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფს იმას, რომ თვითონ საკეტში ექსტრაქტორის ზამბარა არ გადაიხაროს და დროთა განმავლობაში ამ დატვირთვის გვერდული დატვირთვის შემდეგ არ გატყდეს. რაც შეეხება ახლა კოიოტ კარაბინს, რომლის საველეზე გამოცდის საშუალებაც მოგვეცა. ეს მოდელი ამ წუთას ღირს 5500 ლარი Battleground-ში და რიგი განსხვავებები აქვს მას კომპლექტაციის კუთხით Prage მოდელთან და ამასაც მივყვეთ კონდახიდან ზემოთ. კონდახი არის Rockriver Arms-ის საფირმო, ასე ვთქვათ, განსხვავებული, ოდნავ კი არა, ბევრად უფრო უკეთესი ვიდრე არის სტანდარტული კონდახები. მას აქვს გვერდით სალოყე და ორი ფიქსაციის წერტილი, ანუ სწრაფი ფიქსაციის წერტილი, რაც ღვედის სწრაფად დაყენება მოხსნაში გვეხმარება. აქაც ყველაფერი, ასე ვთქვათ, ბუფერის მილთან გვაქვს იგივენაირად. სახელურიც არის მორეზინებული Rockriver Arms-ის ფირმის თვითონ, რეალურად ეს სახელური გვაგონებს ალბათ ჰოგის წარმოებულ სახელურს, დახრის კუთხე აქვს სტანდარტული და ერთადერთი სხვაობა, ვთქვათ, იგივე სტანდარტულ სახელურთან არის ის, რომ მორეზინებულია და ხელს, ასე ვთქვათ, ცოტა უკეთესად იჭერს. ლოვერში განსხვავებას, პირველი რასაც შეამჩნევთ, ეს არის trigger guard-ი, ანუ სასხლეტის დამცავი, რომელიც არის ბევრად უფრო გადიდებული და რადგან ეს იარაღი სახელიდან გამომდინარე მოიაზრება როგორც ტურებზე სანადირო იარაღი, შესაბამისად ზამთრის პირობებში ხელთათმანით რომ კომფორტული სასროლი იყოს აქედან. ასევე განმასხვავებელი, ამას აქვს მცველი, რომელიც განსხვავებული სელექტორია და ალბათ ძალიან ინდივიდუალური საკითხი არის, ეს ვიღაცა შეიძლება მოწონდეს, ვიღაცა შეიძლება არ მოწონდეს, იმიტომ რომ თხელი მცველია და ოდნავ გამოშვერილობა აქვს, რომლითაც ხდება მისი მოხსნა და დაყენება. თავარი პლუსი, რაც კოიოტ კარაბინს გააჩნია, თუნდაც იგივე წინა მოდელთან შედარებით არის სასხლეტი. Rockriver Arms-ის მაჩ სასხლეტი, რომელიც არის ორსაფეხურიანი და მართლა ძალიან კარგი სასხლეტია. საფეხური მოყვება ძალიან სუფთად, თვითონ დასხლეტის მომენტიც არის საკმაოდ სუფთა და რესეტს რაც შეეხება, რესეტიც არის ძალიან კარგი. მართლა ძალიან კარგი სასხლეტია და ეს რა თქმა უნდა გვეხმარება იმაში, რომ შესაბამისად ბიუჯეტური არასდროს კარგი სასხლეტი მოყვება, უკვე არის ძალიან კარგი დამატება. რაც შეეხება აფერს, განმასხვავებელი პირველი რაც თვალში მოხვდება არის გამოშვერილი, ასე ვთქვათ, გადასატანის სახელური, ისევ და ისევ გააჩნია იარაღი რისთვის გვინდა, აქ ოპტიკური სამიზის დაყენების შემდეგ ეს გადიდებული ლაჩი ქვია ამას, ანუ სახელური, რითიც გადატენვას ვაკეთებთ. გვეხმარება იმაში, რომ არ წამოვდოთ ოპტიკას, ან ოპტიკის სამაგს თითი და უფრო კარგად გადავტენოთ იარაღი. ჰენდგარდის შემთხვევაში, აქაც დამაგრების ზუსტად იგივე სპეციფიკაცია გვაქვს, ასე ვთქვათ, როგორც ზედა ჩანართი, ასევე გვერდებზე გადატრიალების საწინააღმდეგო და დამატებითი ხრახნები ქვედა მხარეს. რაც შეეხება ჰენდგარდის სიგრძეს, ამ შემთხვევაში გვაქვს უფრო მოკლე ჰენდგარდი, გაზის სისტემა არის კარაბინის სიგრძის და ლულაც აქაც არის ზუსტად იგივე საშუალო პროფილის ლულა. ზედ აწერია მას CM-ი, რაც ნიშნავს Chrome Moly-ს. იდეაში CM-ი და CMV იგივე არის Chrome Moly ვანადიუმი და არის სტანდარტული 41-40 ფოლადის ჩაოლებრივი ლულა.
აქაც 9 ხნის ბრუნი გვაქვს 1.9-ს და მე როგორც თავიდან ვახსენე 1.9-ები განსაკუთრებულად კარგი არის 55 გრეინიანი ვაზნების სასროლად. განსხვავებით იმ მოდელისგან Coyote კარაბინს აქვს ბოლოში 4 პორტიანი 4 კბილიანი ასე ვთქვათ ალმქრობი და ნუ ესეც გათვლილია იმაზე რომ ღამის პირობებში სროლის დროს ასე ვთქვათ ღამის ხედვის ხელსაწყო იქნება თუ რა იქნება სროლისთვის დისკომფორტი იყოს ნაკლები. რა ხდება ამ კარაბინში შიგნით? აქაც ბუფერი გვაქვს იგივე კარაბინის სისქის, სასხლეტზე უკვე ვახსენე და საკეტ ჯგუფს რაც შეეხება არის ზუსტად იგივე რაც წინა მოდელზე და აქაც არანაირი განსხვავება ასე ვთქვათ და ლული შესაძლებელი როგორც თქვი ამ წარმოებლის იარებზე არის ძალიან კარგად გაკეთებული. შემდეგი თემა რაც არის, ეს არის უკვე ჩვენი მცირედი საველე გამოცდა. მოგვეცა საშუალება რომ ეს არა გვესროლა სხვადასხვა ვაზნებზე, სხვადასხვა ჯგუფებზე, ასე ვთქვათ, 5 ვაზნიანი ჯგუფები ვისროლეთ 50 მეტრზე, 1.8 გადიდების ოპტიკით და ძალიან ესეთი საინტერესო შედეგები მივიღეთ. ფაქტიურად 1.9 ტვისტი საშუალო სისქის ლულით ეს იარაღი ამ სასხლეტიდან გამომდინარე ისვის ძალიან მაგრა, რასაც როცა ასე ვთქვათ ეკრანზე ჯგუფების ზომებს ნახავთ, თქვენ თვითონ დარწმუნდებით. ვისროლეთ 62 გრეინიანი ფიოკი, 55 გრეინიანი ფიოკი, STV ჯგუფის 55 გრეინები და GGG-ს 55 გრეინი. ზოგადად 1.9-ზე 55-მა რა თქმა უნდა გვაჩვენა ყველაზე კარგი შედეგი და STV ჯგუფის ვაზნებზე ქონდა ალბათ თითქმის 2 სანტიმეტრიანი ჯგუფი 50 მეტრზე, რაც ძალიან მაგარი სიზუსტეა და არანაკლები ქონდა ფიოკის წითელ ყუთიან 55 გრეინებზე. ანუ საბოლოო ჯამში რო ვთქვათ, ის რაც აქამდე თქვა თეორიულად გაგვიგია რომ კრივერამსის ლულები არის ძალიან ზუსტი, რეალურადაც მართლა ძალიან ზუსტი არის და ძალიან საინტერესო იქნება მომავალში ვნახოთ ამ იარაღების ის მოდელები, რომელსაც უკვე უჟანგავი ლულები აქვს. ორი სიტყვით რო შევაჯამოთ ამ ფირმის ბიუჯეტური კარაბინები, მან ვიც დაინტერესებული ხართ განსხვავებული ბიუჯეტური არის მწარმოებლებით და ეძებთ, ასე ვთქვათ, იგივე თუნდაც საშუალო პროფილის სქელულას, ვიღაც ცებისთვის ეს საკითხი გადამწყვეტია, ზოგი პირიქით უფრო მსუბუქულას ეძებს ხოლმე და ამ შემთხვევაშიც არის არჩევანი იგივე ფენსილ ბარელებზე, თუმცა ალბათ ყველაზე მეტად რაც ამ იარაღში მოგეწონებათ არის მისი თვითონ აწყობის ხარისხი, მე რაც ვისაუბრე ლულის ფიქსაციაზე, ჰენდგარდ-შორის მანძილზე დაბალ გაზლოკთან და Coyote კარაბინის შემთხვევაში იმდენად კარგი სასხლეტი მოყვება, რომ ჩავთვალოთ დაახლოებით ალბათ $200 ინვესტიცია მარტო თვითონ ეს სასხლეტი არის. თვალე ადევნეთ მაღაზია Battleground-ის გვერდს და წინ ბევრი საინტერესო იარაღის მოდელის განხილვა გველის.